გამარჯობა, დღეს 17 ნოემბერია 2025 წელი, თქვენ უყურებთ პროექტს ჩემი თვალით ნანახი ჯარი, მე რატი ვარ მუჯური ჟურნალისტი და უკვე ტრადიციულად თორნიკე თვარაძესთან, თადარიგის თავარ სერჟენტ და შეერაღების საკითხში ექსპერტთან გიგაინაშვილთან ერთად დაგიბრუნდით და დღევანდელი მთელი ეპიზოდი მიეძღვნება თქვენს მიერ სხვადასხვა ეპიზოდის ქვეშ დაწერილი კითხვების გაანალიზებას და მათზე პასუხს. რამდენიმე კითხვაზე პასუხი არ იქნება, იმიტომ რომ ის შევარჩიეთ როგორც მთელი თემა, ცალკე გასაშლელი, რომელსაც მთელ 1 საათს დავუთმობთ და უკვე შემდეგ ეპიზოდებში თუ კი თქვენს მიერ რომელიმეს მიერ დასმულ კითხვაზე ახლა არ გიპასუხებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ეპიზოდებში უკვე მთელს თემად განვავრცობთ ამ ყველაფერს, როგორ ახართ ბიჭებო, ხარ შესანიშნავად. კითხვებზე პასუხის გაცემის ხასიათზე შევეცადოთ. მოვემზადეთ. სანამ თქვენს კითხვაზე პასუხებს დავიწყოთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ უმრჩევლად გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასევე იაქტიუროთ კომენტარებში. იქნება ეს თქვენი მოსაზრება, თუ შეკითხვები რომელიც გექნებათ და ასე პერიოდულად დავაგროვებთ კითხვებს და მე გიპასუხებთ ხოლმე. დავიწყოთ პირდაპირ და ასე ვთქვათ, პირველი კითხვა, რომელიც ერთ-ერთ ძველ ეპიზოდზე იყო, ბრიგადული ან უფრო მოსაზრება იყო და განვიხილოთ ეს მოსაზრებაც. ბრიგადული სისტემა უნდა მოიშალოს და დამკვიდრდეს ცალკეული ბატალიონების სისტემა და ეს თანამედროვე ომებმა გვაჩვენა ამის აუცილებლობაო. რას ფიქრობთ თქვენ ორივე ამ საკითხზე, როგორ უყურებთ? როგორი თემა იცით, თანამედროვე ომებმა ბევრი რაღაცის საჭიროება აჩვენა სიტყვაზე, ძირითადად უფრო უკრაინის ომს გულისხმობ ხოლმე. ბევრი ამის საჭიროება აჩვენა უკრაინის მოცემულობიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენთან შეიძლება რაღაცები ცოტა სხვანაირად იყოს რა. მაგას ანუ ხა ვინც ჩახედული არის ამ თემაში იცის ყველამ, რომ ბრიგადის საშტაბო ორგანიზაციულ სტრუქტურაზე არის აგებული ჩვენ შეარაღებული ძალები, მაგას პლუსებიც აქვს და აქვს მინუსებიც. ძალიან დეტალებში რო არ წავიდეთ და თან იმდენად სპეციფიური თემაა, რომ უამრავი სხვადასხვა აზრი არსებობს ამაზე და მინდა რომ თორნიკემაც ისაუბროს მაგაზე, იმიტომ რომ მაგ კუთხით ბევრად დიდი შეუდარებლად უფრო დიდი გამოცდილება თორნიკეს აქვს ჩვენთან შედარებით, მე უფრო შეიარაღების მიმართულება უფრო ჩემი წოდნის სფერო. ესე იგი, ძირითადი პლუსი მაინც ბრიგადის ის არის, რომ რაც შეუძლია ბრძოლის ველზე ბრიგადას მაგას ბატალიონი ვერასოდეს ვერ გააკეთებს, ანუ თუ არის სამოქმედო არეალი ისეთი, რომ ბრიგადის ოპერაციის სრულფასოვანი დაგეგმარება და წარმოება იყოს არის შესაძლებელი, მან რა თქმა უნდა ჯობია, რომ ბრიგადა მოქმედებდეს. პლუს მაგას მშვიდობიან პერიოდში ბრიგადის უზრუნველყოფა ლოჯისტიკა ზოგადად მართვას ბევრად უფრო მარტივია, როცა ერთ ადგილზე არის თავმოყრილი ყველაფერი, მაგრამ უდიდესი მინუსი არის იმ კუთხით, რომ როდესაც შენი ტერიტორიაზე არ გაქვს სტრატეგიული სიღრმე, და ხშირ შემთხვევაში ოპერატიული სივრცეც არ გვაქვს, თუ გავითვალისწინებთ როგორი განლაგება აქვს საქართველოს ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიასთან მიმართებაში. პლუს ამას აქეთ აფხაზეთი ქვეყანაშუაზე არის გაჭრილი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონით, საიდანაც პრაქტიკულად რეაქტიული артиლერია და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებიც სახმელთო შეარაღებიდან ჩვენ ტერიტორიას ფაქტობრივად მთლიანად ფარავს და პლუს მაგას რუსული ავიაცია და რუსული განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რუსული დრონები, ეს გერანის ტიპის დრონები, რაც უდიდესი საფრთხეა, ხო? თეორიაში რომ მოვიხილოთ ჩვენს წინააღმდეგაც, აძლევს მოწინააღმდეგის იმის ტექნიკურ შესაძლებლობას, რომ ფაქტიურად აი ნულოვან ფაზაშიც კი, ანუ იმ მომენტში სანამ როცა აი არავინ არ იცის, რომ სიტყვაზე მოწინააღმდეგე აპირებს ომის დაწყებას და პრევენციული დარტყმის სახით შეიძლება დარტყმა მიიტანო, რომ ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება რომ უნდა, თუ ისე რომ საერთოდ არც არავინ ელოდეს ომის დაწყებას, ხო? არანაირი გარდამავალი ფაზა და პირველი და მეორე ფაზებზე არ არის საუბარი, ანუ ნულოვანი ფაზის იქით, ანუ ჩვეულებრივ მშვიდობიანი სიტუაცია და უცებ ესეთი ღამის საათებში მოწინააღმდეგე იწყებს შენი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას პლანირებადი ბომბებით, ბალისტიკური რაკეტებით, ავიაციით, სხვა საბრძოლო მასალებით, დრონებით და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ერთ ბრიგადაში არის თავმოყრილი ასეთი რაოდენობის ცოცხალი ძალა, ბრიგადის პირადი შემადგენლობა, მისი ტექნიკა განლაგებული არის იქვე ბოქსებში, ყაზარმები ესე ახლოს დგას, ხო, თითოეული ბატალიონის ყაზარმები, ბევრად უფრო უმარტივდება მოწინააღმდეგის
შენი ძალების განადგურება. იგივე ეს მოულოდნელად და დაზურვა ხომ მუშაობს ამ რაღაცა. არა, ვერ იმუშავებს დაზურვა. ეგ ისეთი რაღაცა უყურე დაზურვა, ჩვენ რა დონის დაზურვა გვყავს? ჩვენ გვყავს დაზურვა, რომელიც სტრატეგიულ დონეზე მომენტალურად მოახდენს იმის გამოვლენას, რომ უმაღლესმა სამხედრო მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, რომ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვით აი ამ სიტყვაზე საქართველოში სამხედრო ბაზების და სამხედრო საწყობების მიმართულებით. ამას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. მაგას ვერანაირი ჩვენი კი არა და უკრაინული დაზვერვაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აფიქსირებს ამ რუსული ფრთოსანი რაკეტების გაშვებას და სტრატეგიული ავიაციის აწევას, რომ მუდმივ რეჟიმში ამერიკული კოსმოსური დაზვერვა აზის ამ რუსულ სტრატეგიულ ობიექტებს, აეროდრომებს და მომენტალურად აწვდიან ინფორმაციას და ჩვენს შემთხვევაში საერთოდ სხვა სიტუაცია ჩვენ არ გვაქვს ეგეთი რესურსები. ამიტომ აი ანუ ქონია რაღაცა ლოგიკა ბატალიონის. რა თქმა უნდა, მაგ კუთხით თუ ბატალიონებად ჩვენი სამხედრო რესურსი თუ ბატალიონებად ჩაიშლება, ეს ბრიგადები დაიშლება ბატალიონებად და განაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ავტონომიურობა უშუალოდ ბრძოლის დროს და სიცოცხლის უნარიანობა ბევრად უფრო გაიზრდება ამ სამხედრო რესურსის, რაც ჩვენ გვაქვს. მეც ვეთანხმები გიგას, ანუ კითხვაც სწორად არ არის დასმული ამ შემთხვევაში. დღესდღეობით საქართველოში დომინირებს ეს აზრი, რომ პარტიზანული პატარა ჯგუფები, ჩვენი ესე ვთქვათ რელიეფი ამაში ხელს გვიწყობს მოწინააღმდეგეს პირიქით. მართვა უფრო მარტივი იქნება, ანუ ბევრი არგუმენტი არის და ფიქრობ აქვს ამ აზრს არსებობის უფლება. ეს ალბათ უფრო მეტად ექსპერტების განსახილველია და უფრო მეტად ესე მე და გიგამ და შენ შეიძლება ვისაუბროთ ჩვენი აზრი გქონდეს. მაგრამ ეს არ იქნება დაუშვათ გადამწყვეტი. მართვის ნაწილში ამაინტერესებს, რაც უფრო ბევრი იქნება ბატალიონი, ხომ მე მაგის მართვა უფრო რთული არ იქნება, ვიდრე თქვათ უფრო გამსხვილებული ბრიგადების. მართვის სტილს გააჩნია. ხო, ანუ თითქმის იგივე გამოდის, ანუ მართვას უბრალოდ დისტანციები გაიზრდება და მანევრირების ამბავში გადავოთ, რომ ამ შემთხვევაში ბრიგადაში მთლიანად თავისი ძალები რო ავიღოთ, ხო? გამომდინარე ჩვენი საფრთხისა, დასავლეთ აღმოსავლეთ სარდლობად არის გაკეთებული, ხო? ამას პლუს ამაზე არის განაწილებული სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც დამხმარე საშუალებები არის მშვიდობიანობის პერიოდშიც და ასე რომ ვთქვათ, ომიანობის პერიოდშიც. ამ შემთხვევაში მართვა შიგნით ბატალიონებთან მაინც იგივე დონეზე არის. ანუ მე არ მგონია რომ ამის სასწაულად შეიცვალოს, ესე რომ ვთქვათ. უბრალოდ ეს ჯგუფება და ანუ გადამზადება უფრო მეტად დროს წაიღებს და ასე შემდეგ, ვიდრე შემდეგ მართვამ შეიძლება წაიღოს. თუმცა აი როგორ გითხრა, ჩემი აზრით ფიქრობ დღეს არსებული სისტემის უფრო მეტად დახვეწა და თავისი ფუნქცია მოვალეობების პროცენტულად უფრო გაზრდა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ამის შეუსრულებლად კიდევ სხვა რამე მოვიგონოთ და იმით გავაგზავნოთ. ოტო. როგორი თემაა კიდე იცი? თუ შენ ყავს მაინც ბრიგადები და ბრიგადის ორგანიზაციული საშტატო სტრუქტურაზე ხარ, ხო ისევ უნდა თანამედროვე ბრძოლის ველი აჩვენოს იმას, რომ ამ ბრიგადებში შემავალ ბატალიონებს უნდა შეეძლოთ დროის უმოკლეს მონაკვეთში ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფად ფორმირება. ანუ მაქსიმუმ სიტყვაზე 2 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფით ჩვენ შემთხვევაში მთელი რესურსი დანაწილდეს ამ ბატალიონების გაძლიერებაზე და ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტური გამოდის ეს კონკრეტული ბრიგადა საერთო ჯამში. პლუს ამას თუ ბრიგადის ოპერაციები გახდა საჭირო, როგორც ბრიგადამ, ასეც ამუშავებ. მოკლედ ორივეს თავისი პლუსები და მინუსები აქვს და აი ეს დოქტრინალური მიდგომა, რაც შეერთებულ შტატებში შეიქმნა და ჩვენთანაც მიდიოდა მაგის დანერგვა, ხო, რამდენიმე წლის წინ ამოცანით მართვა, ხო? ეგეთი მიდგომა იძლევა ზუსტად იმის საშუალებას, რომ გარკვეულ სიტუაციაში, როდესაც აღმატებულ მოწინააღმდეგესთან გიწევს მოქმედება და პრაქტიკულად ყველა დონეზე გიწყავს და ყველანაირ რესურსს გინადგურებს, გიხშობს კავშირგაბმულობას, გინადგურებს მართვის ცენტრებს პრაქტიკულად ყველა დონეზე დაწყებული რაღაც ბატალიონიდან ზედა დონეებზე, ამოცანით მართვის სისტემა გაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს დეცენტრალიზებული ძალები მოწყვეტილი ცენტრალური მართვის ცენტრებს ავტონომიურ რეჟიმში გააგრძელონ მაღალი ეფექტურობით მოქმედება და არ იყვნენ დამოკიდებული რაღაცა გადაწყვეტილებების მიღებაზე მაინც და მაინც ცენტრზე რა. ესე იგი თუ შენ იტყვის შენაერთებზე უარს, ამ ბრიგადა შენაერთი არის, მაგის ქვემოთ რაც არის ყველაფერი არის ქვედანაყოფი, ხო? როდესაც შენ ამბობ შენაერთებზე
მთლიანად ამ ფუარ შენაერთებზე, შეიძლება ეს იყოს ბრიგადა, შეიძლება პოლკი იყოს, შეიძლება დივიზია ზოგ შემთხვევაში. იკლებ იმის შესაძლებლობას, რომ მოწინააღმდეგეზე სიტყვაზე თეორიაში განახორციელო შეტევითი ოპერაცია, რისი გაკეთებაც შეგიძლია შენაერთით, ხო? მაგრამ, როდესაც შენ თავდაცვით ოპერაციას აწარმოებ მთლიანად და თავდაცვით ოპერაციებზე ხარ ორიენტირებული, გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება ბატალიონების დონეზე ჯობდეს იყოს შეიარაღებული ძალები. კაი, მოკეთო შევაჯამოთ. თან კიდე იცი, ალბათ ბრიგადებიც არის საჭირო, მაგრამ დიდწილად უფრო ბატალიონებზე უნდა იყოს, აი რელიეფი კარნახობს თვითონ და შენი რესურსები როგორი სისტემაზე ჯობია ქონდეს ომამდე და ომის იმედია თქვენი ინტერესი გავაკმაყოფილეთ. შემდეგი ძალიან დიდი კითხვა. თემაა, მოკლედ არის ალბათ ერთი კვირა რომ ვილაპარაკოთ ამაზე, არ ამოიწურება, იმდენად დიდი თემა არის ეს და ცოტა ისე. შემდეგი, ბაგის ტიპის მანქანები თუ ყავს შეიარაღებაში და თუ გამოგადგებოდა. ესე რაც ახლა ოფიციალური ისაც აქ იყო ის სხვათა შორის ამავე კითხვაში იყო წელს ეჯალ სპირიტრი ჩატარდა, იქო ამერიკელები ამერიკელმა MRZ-ები იყო ჩამოყვანილი, MRZ-ები არის პოლარისის ტაქტიკური მანქანები არის. აი ეს ტაქტიკურ მანქანასა და პატარა ბაგის შორის არის კლასიფიკაციით ეს MRZ-ები, მასიურად არის ამერიკის არმიაში ესენი და პლუს ამას MRZ-თან ერთად ეს ულტრას ტიპის რობოტიზებული პლატფორმაც იყო პირველად ჩამოტანილი, რომელიც ეხლა ინერგება ამერიკის არმიაში და მოხდა ისე რომ აზიაში ჩამოიყვანეს ტესტირებაზე, ხათაშორის თვითონ ქარხანავიც არის წარმოებული იმისი სპეციალისტები ჩამოყვნენ და ლოჯისტიკურ ვარიანტში იყო ტვირთების გადასატანად. MRZ-ი კარგი ვარიანტია, ოღონდ ცოტა ძვირიანია და ჩვენს სიტუაციაში ზოგადად მთაგორიან რელიეფზე ესეთი სპეცდანიშნულების ჯგუფებისთვისაც თვითონ ბრიგადის დაზვერვასაც კარგი იქნება რომ ყავდეს. ბაგები კარგი არის, ოღონდ ძალიან პატარა ბაგები არა, ალბათ რაღაც ესეთი 5 კაციანი, 7 კაციანი, 5 შერეულად იყოს. ხო, ჩემი ერთ აი ორი ტიპის ბაგი არის საჭირო, ერთი ცოტა მსუბუქი, შეიძლება იყოს ეს 5 კაციანი და ერთი ცოტათი მძიმეა, შეიძლება 8 კაცის გადაყავდეს, 9 კაციანიც შეიძლება. ოღონდ აი ბაგი ისე რომ არ ყავს ეს. თელი ათეულის გადაყვანა რო შეიძლოს. ეგეთებიც არის, ოღონდ ეგ უფრო შედარებით ალბათ მცირე რაოდენობა რა. არა ესე ეცოდინებოდა ყველას ხო ეს მასიურად ბაგები რო იყოს ჩვენთან ჯარებში, თუმცა არის სპეცდანიშნულების ძალებს ყავს ღია საბრძოლო მანქანები უნიმოგის ბაზაზე, ესენი არაერთხელ გამოჩენილა 26 მაისს შაშანას კონცენტრაცია წელსაც იყო ეს კვადროციკლები დელტას გაკეთებულია. არა, უნიმოგი დიდი საშუალო ზომის სატვირთო არის უნიმოგის მანქანაზე დელტაში არის დამზადებული ეს მანქანები. არაერთხელ იყო სწავლებებზეც ბევრჯერ გამოჩნდა ყავს რა. მახსოვს რომ კვადროციკლები თითქოს იყო. კვადროციკლები შეიძინეს ახლა სპეცდანიშნულებაში, ღია ინფორმაცია არის. მივესალმები, მე ვფიქრობ, რომ აი ეს პირველი ნაბიჯი კვადროციკლებთან რადგან გავიდა ეს თემა, მე დარწმუნებული ვარ ამას მოყვება ბაგებიც, იმიტომ რომ ძალიან საჭიროა და ამას მოყვება თავისი პლუს მინუსებით. თუმცა კვადროციკლს თავისი მინუსები აქვს. რთულად სამართავია ესე რომ ვთქვათ და ყველგან შეიძლება ვერ ახვიდე, სადაც ახვალ ბაგით რა და ბაგის სხვა ტიპის გაბარიტული ტვირთების წარება მაინც და მაინც მარტივი არ არის კვადროციკლი. რაღაც ეს ხო, მაგრამ აი თვითონ იმისთვის არის ეს განკუთვნილი, რომ მობილურად ტყიან რელიეფზე და ესე ჩვენ რელიეფებზე სხვა მანქანასთან შედარებით. თუმცა აი კვადროციკლი არ არის ის, რომ დაუშვათ მოგცეს ეგ საშუალება. უფრო მეტად გაზავს ბაგი რა, მე ესე ვფიქრობ. ბაგის უსაფრთხოება როგორ არის დაცული? როდესაც ბაგით გადაადგილდები? ბალისტიკურ დაცვაზე იძახი, ხო, რავი, დრონისგან. ანუ მაგ კუთხით არ არის ახლა აღმოჩენადია მეტნაკლებად ძრავი უყენია შესაბამისად სითბური კვალი აქვს, სითბური სიგნატურა, სითბური ზორი დრონიდანაც აღმოჩენადი არის და უნდა შენიღბო რა, ტყეში თუ მოძრავ, თაში თუ მოძრავ და გააჩერი სადღაც კომპლექტში აუცილებლად ერთ მანქანას უნდა მოყებოდეს შესანიღბი დაფოთლილი ბადე. რო გადააფარო. არ უნდა იკატაო რა, აწეპიდან ბეწელზე სწრაფად გადაადგილდა. მაგალითად ჩვენი საჰაერო თავდაცვისზე ვთქვათ, დაუშვათ მანდ ხედავ მე უფრო ხრივ კვადროციკლებს და ბაგებსაც. და რა თქმა უნდა სპეცდანიშნულებასაც კონკრეტული ოპერაციების საზემიტოების ხელისაზემიტოების გადაიტანე იყო ეგ პრაქტიკაში. ეგ 2008-ში ხო იყო ახლა ცნობილი ამბავია იგლები და გრომები დაქონდათ ხოლმე კვადროციკლებით. მაგ კუთხით კვადროციკლი კარგი არის, მაგრამ ბაგი გაძლევს საშუალებას უშუალოდ მანქანაზე ზედა შეიარაღების სხვადასხვა სისტემები, მათ შორის M2 ბრაუნინგი, აი წეღარა მანქანაზეც ლაპარაკობდი იმაზე 3 ცალია 240 ყენია, ორი უკანა მხარის კუთხეებში, ერთი წინა ყენია მძღოლის გვერდზე.
სახსა აი უნიმოგის ბაზაზე რაც არის საბრძოლო ღია საბრძოლო მანქანები გაკეთებული მოძრავ სახსარზე დაყენებული უცვლადი კუთხით შეგიძლია სროლა ცენტრში ცოტა წინ შუაში ერთი მძიმე ამქოვი აყენია M2 ბრაუნინგი და ზოგადად საამაგრი წერტილები ისე არის გაკეთებული რომ სიტყვაზე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ფაგოტით შეგიძლია დააყენო ანუ ეს დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარტო დაზგის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა დაზგის ავტომატური ყუმბარტყოც და ეგეც შეერღება ანუ ეგ უნივერსალური სამაგრი წერტილები უკეთდება ხოლმე რა და პლუს ამ ის პირადი შემადგენლობა რაც ამაზე არის მომაგრებული მანქანაზე თავისი სანივთი ქონება რაც აქვს ჩანთა და ასე შემდეგ და შეიარაღება გაზრდილი ნომენკლატურით შეგიძლია გაატანო. ანუ მაგალითად 10-ს თუ დააკომპლექტებ ეგეთი ბაგით დიდი ზომის მანქანით, ხო? თლად ბაგი არ არის, მაგრამ ღია საბრძოლო მანქანა არის. ტაქტიკური შეგიძლია რომ ბეკა გაატანო, სიტყვაზე 3 ბეკა გაატანო რა დაალაგო მანქანაზე და ტყეში სადღაც დამალავენ ამ მანქანას და დიდი ხნით ცენტრიდან მოწყვეტილი ასრულებენ საბრძოლო მოქმედებებს, იმიტომ რომ საბრძოლო მასალები და საჭმელები აქვთ ბევრი წაღებული, ხო, მარტივ ენაზე. სხვათა შორის აი აქვე მინდა თქვა, რომ მსგავსი მანქანები ჯერ კიდე 2000-იანების დასაწყისში დაამზადა დელტამ სხვათა შორის მაშინ დელგა 1 იყო ნივის ბაზაზე, პატარა სუბუქი ბაგის მსგავსი მანქანა დელგა 1 კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონს ყავდა მაშინ და დელგა 2 იყო კიდე დიდი გაზ-66-ის ბაზაზე დამზადებული. სხვათა შორის ეგ მანქანების შემდეგში ეს პანკიში რო დიდი სწავლება ჩატარდა 2000-იანების დასაწყისში კახეთი ფიჩხოვანი არის სოფელი ახმეტის რაიონში და მან არის მინდორი მან ჩატარდა სწავლება და მან მოძრაობდნენ ეგ მანქანები მანდაც იქნა გამოყენებული თუმცა დიდი გაგრძელება მაგ პერიოდში ვერ პოვა და დღესდღეობით საქართველოს შეუძლია რომ საკუთარი საჭიროება რაც არის შეერაღებულ ძალებში ბაგის ყოლა თუ გადაწყდება დაამზადოს თვითონ რა თქმა უნდა სული არ ყავს და რო ყავდეს კარგი იქნებოდა მეტიც შეგვიძლია ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ. შორის წეგონსალბროთ და ჩვენ მეზობელ ჩეჩნებს ყავთ და თვითონ ამზადებენ სხვა. კი, ჩაბორზის ტიპის ბაგებით 5 სხვადასხვა კონფიგურაცია არის, სხვათა შორის ეს ჩაბორზი, იაფიანი ბაგები არის, დუგებისგან, მილკვადრატებისგან და მილებისგან აწყობილი, დუგი იმიტომ ვთქვი ეს უფრო მარტივად რომ გაიგონ, სხვათა შორის ეს ლადას ჟიგულის მოტორზე არის, ზოგს აქვს კიდე პაჯეროს მოტორიზეც აქვს გაკეთებული და ეს ჩაბორზი 5 არის. მაგრამ ხა დინამიკა რაღაცა რო არ ამოყირავდეს რაღაცა ეგეთი დეტალები საშუალებაა. როგორც წესი ბაგებს უმეტეს შემთხვევაში აქვთ ხოლმე ინდივიდუალური დაკიდების სისტემა რა, ინდივიდუალური დაკიდება აქვთ და მარტივად გადაადგილდებიან, იმიტომ რომ დატვირთვა ზოგადად დაბალი არის და მანქანას თუ მძიმე დატვირთვა აქვს, ზოგადად ისეთ საბრძოლო მანქანა რომ მძიმე დატვირთვა აქვს, ჩვეულებრივი დაკიდების სისტემით ჯობი არა, ჩვეულებრივი ღერძებზე მანქანა, იმიტომ რომ დიდ დატვირთვას უძლებს და ბაგის შემთხვევაში ინდივიდუალური დაკიდება ძალიან კარგი არის და წავიდეთ შემდეგი. რა მოხდება კადეტების დონიდან რომ დავიწყოთ დრონის ოპერატორების მომზადება და არა მარტო ოპერატორების ინჟინერების მომზადებას და ძალიან დიგიტალიზებული ჯარზე გადავიდეთ ნელ-ნელა. შენ კადეტებთან არა, მაგრამ აკადემიაში გქონდა. კადეტებთანაც გქონია, შეხება გამდინარეთან რომ თითქმის ანუ კადეტები როცა ამთავრებენ გადადიან აკადემიაში. და აკადემიაში იუნკერები ქვიათ აკადემიის კურსანტებს. ესე იგი, კადეტებიდან დაწყება ჩვენ მანამდეც გავიარეთ ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ არა მარტო დრონების, მაგრამ დღესდღეობით ისეთ სისტემას, რასაც მომავალი აქვს და საკმაოდ დიდი დახმარება შეუძლია გაუწიოს სამომავლოდ ქვედანაყოფებს. ჩვენი პირადი შემადგენლობის სახით ნებისმიერი ამის გაკეთება შეიძლება და კადეტთა ლიცეუმიდან დაწყება ამ ყველაფრის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას და დრონებს, საკმაოდ კარგად არის ესე ვთქვათ გაწერილი საათები, მაგრამ ხო შეიძლება არ დევს კადეტთა ლიცეუმში, მე არ ვარ დარწმუნებულობაში, მაგრამ საათები ამ დრონების თავშესაფრ ლოჯისტიკა აწყობა, გამართვა, ზოგადად ინჟინერია ძალიან კარგი იქნება, თან პლუს ჩვენი ყოფილი თანამშრომლები უკვე დიდ ესე ვთქვათ საკმაოდ პროფესიონალურად მიუძღვნენ ამ საქმიანობას და საქართველოს თვითონ ჩამოაყალიბეს თავიანთი პატარა სკოლები, სადაც ისწავლება ინჟინერია დრონის მიმართულებით და საინტერესო იქნება თუ ჩავრთავთ ამ ყველაფერს ამ წინასწარ სწავლებაში, იმიტომ რომ საჭირო არის გვაჩვენა დღევანდელმა დღემ და
აუცილებლად გამოგვადგება მომავალში ეს. FPV დრონების საწყო რამდენად მარტივი არის და საკმაოდ. გააჩნია როგორ ტიპის FPV დრონი არის, აი ჩვეულებრივი რაც მასიურ გამოყენებაში არის, არ არის რთული და საკმაოდ ბევრი აწყობს უკვე ჩვენთან, თუმცა მასირებულად ისეთი პოპულარული ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ თუ მაგის საჭიროება გაჩნდა, უცებ გაჩნდება, მაგრამ მაგისი დრო აღარ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ უკრაინა, რომელსაც დიდი ზურგი აქვს და დიდი რესურსები რო ეგ მოვასწროთ, ამიტომ წინ და წინ გაკეთეს. რასაც ომამდე გავაკეთებთ, დავამზადებთ ვიყიდით, ის გვექნება ომის დროს. ვისწავლით ასევე, ის გვექნება ომის დროს. ომის დროს ჩვენ იმისი ზურგი და სტრატეგიული სიღრმე არ გვაქვს და დრო არ გვექნება, რომ რაღაცების სწავლა მერე დავიწყოთ და რაღაცების დამზადება. პრაქტიკას ვერ ავიღებთ და შესთავაზებას ყველაფერი სხვის გამოცდილებაზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წინასწარ. სულ მაგას ვიძახდი ხოლმე, სადაც საჭირო იყო იქაც და სადაც არ არის საჭირო იქაც უნდა თქვა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო ომამდე რა, რომ ეს აზრი ქონდეს ხალხს. მე მგონი ისე უკრაინის არ მხოლოდ დრონი, ჩემი ნება რომ იყოს სკოლებში ფაგოტის როლსაც ვასწავლები ბავშვებს, RPG-7-ისაც და სტრელასის და იგლასიც, იმიტომ რომ ეგ თუ არ ეცოდნება მოსახლეობას მასიურად, ჩვენ ვერ გადავრჩებით დიდი ომის შემთხვევაში. ამიტომ დრონები თავისთავად და არანაკლებ პლუს მნიშვნელოვანია. კარგად ებმის აი აქ მოდის შემდგომი ეგ თემა რა პროგრამისტებიც უნდა მომზადեն ადრეულ ასაკებში სოფტვერი. ეგ IT-ს გასაგები. სამოქალაქო იარაღმარა როლი შეიძლება ითამაშოს ხელსაუბრისაშიო, მე ესეთი კითხვაც წამოვიდა. დანების ის იყო, ხო? დანები ფინაზე რო მქონდა. გადავიდეთ, იქ ვთქვი მე მგონი, თუ სხვა არა შემეშალა საერთოდ სხვა. სხვა ხوردადი ხარ. სხვა პოდკასტში ვიყავით. პოდკასტში ყوارი. მოკლედ ერთმა უკრაინელმა სამოქალაქო მსროლელმა ბუჩაში ცხოვრობდა თუ ირპენში ეს კაცი და ომი რო დაიწყო და რუსები რო შევიდნენ ირპენში და ბუჩაში, რამდენიმე დღის განმავლობაში 15 რუსი მოკლა. სამოქალაქო არ 15. ცხონდება. თავისი არ 15. კი, ვალჰალაში მოხდა, ეს კაცი გარდაუვალ, მოკლედ თუ ცოცხალია კიდე. თუ კიდე სიცხალია, კი. და ანუ გამოსადეგი ამბავია. სამოქალაქო პირი, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი სამოქალაქო შაშხანა იქნება მოსახლეობაში და ბევრს ეცოდინება სროლა, რაღაცა თუნდაც საშუალო დონეზე, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა, მით უფრო ძლიერი იქნება თავდაცვის. სამთავარის არის მოსახლეობა უნდა იცოდეს მტერი ვინ არის. რა თქმა უნდა. თორე იარაღი დიდ დროს რა თქმა უნდა, ბევრს ის ვერ გაუგია, რუსეთი მტერი არის თუ არ არის მტერი და საერთოდ რაღაცებს იგონებენ, იმიტომ რომ ეს სტოკჰოლმის სინდრომი. მან მე მახსოვს ამ უკრაინიდან კადრებიც, მათ შორის საფანტისტოფით დრონების წინააღმდეგ ეფექტური არის. ტოპით ეს მომეს ახლა. კი, ჩვეულებრივი 12 კალიბრიანი თოფები, აი რაღაცა ის თავიდან რაღაცა გადამყვანებს ამზადებდნენ რუსებიც, უკრაინელებიც, ამ გადამყვანებს GP25-ებში დებდნენ, მე ამაში რომ ნემსა რო ქონოდათ, იმიტომ რომ 12 კალიბრიანი თოფები ხო არ ქონდათ, GP25-ებში დებდნენ, რომელიც ნემსაც უტყავდა მე ამას, ის აქტიურებდა ნემსას, რომელიც უტყავდა შემდეგ 12 კალიბრიანის იმას და ამებიც ცდილობდნენ იმას და ეტაპობრივად მე უკვე დაიწყეს ყიდვა, რუსებმა თავისი საიგა 12-ები დაარიგეს ქვედა ნაყოფებში, უკრაინელებმა თვითონაც დაიწყეს წარმოება პომპების და თურქული პომპები შეიტანეს ძალიან დიდი რაოდენობით და კარგად მუშაობს, მოკლედ ახლო მანძილზე მთავარია სროლა მოასწრო. ოღონდ ეგ გრძელულიანი თოფი უნდა იყოს ისეთი, რომელიც აი ფრინველზე სანადიროდ არის გათვლილი და არ არის რაღაცა ძალიან ურთულესი თემა მაგითი დრონის ჩამოგდება. კაი, კიდევ ერთი კითხვა, რომელიც არის FSB-ს ბაზებზე წითელი ანძები რა არის და რა დანიშნულება აქვს? საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანძები პირდაპირ ავტობანჯალიც, ხო? რამდენიმე ფუნქცია აქვს. ნუ დაყენებული არის მაგ იმებზე გამოძლიერებელი რეტრანსლატორები არის. სარელეო კავშირის ანტენები არის ასევე, პირდაპირ კავშირის ანტენები დაყენებული, ასევე ზოგზე არის დაყენებული ოპტიკური ელექტრონული თვალთვალის სისტემები, მურომები, ეს მურომი ჯიბოსის ვარიანტი. დაახლოებით ხო და გავრცელებული არის ეს მურომები რუსულ არმიაში, FSB-ს იყენებს, FSB სასაზღვრო სამსახურიც რუსული ჯარიც იყენებს, ძალიან ბევრჯერ უკრაინელებს დრონებით გაუნადგურებიათ მურომები, ვიდეოების ყოფილა და ეს მურომები ჩვენთანაც აქვთ რა. დიდი ესეთი უთხედი ოპტიკური ელექტრონული სისტემა არის, რომელშიც სიტპოვიზორი, ლაზერული მანძილმზომი, ჩვეულებრივი სატელევიზიო კამერა არის დაყენებული და აგითი ნაშრომი არა ქვია, მაღალი სიმაღლიდან უყურებენ იმას რო ქვია ტერიტორიას, ხო და პლუს ზოგზე უყენიათ კიდე შორმანძილზე მოქმედი პროჟექტორები აყენია, რომ აი რაღაც ადგილზე მიენოთ და რაღაცა, რომ ეგ თვითონ უკვე არის უშუალოდ ბაზის დაცვისთვის გათვლილი და ნუ მაგანძას იყენებენ მაგისთვის. ეგ არის ძირითადი ფუნქცია. რაიმე შეიარაღების სისტემა მე მაგაზე არ შემიმჩნევია, აქამდე ის სურათებიც და მინახია მაგათი და ვიდეოები და უშუალოდ დამინახია. არის ხომ ეგეთი მაღალი ანძები, უშუალოდ ეგ ანძებიც არის გათვლილი მაგაზე, რომ პერიმეტრის კონტროლისთვის დისტანციური მართვის მოდული შეიძლება ეყენოს ზემოთ, უფრო დაბალ ანძებზეც აკეთებენ ხოლმე.
ეგეთი რაღაცა მან დარჩენილა. უფრო ოპტიკური ელექტრონული კონტროლისთვის და კავშირგაბმულობის ანტენები არის, გამოძლიერებლები და პირდაპირ კავშირის ანტენები და ერთი ორანძაზე ფოტოები იყო და ერთი ორანძაზე ეყენათ დრონ-საწინააღმდეგო ჩამხშობი ანტენებიც ასევე. რა უნდა დროინთო და როგორ გავუწიო სულ. კი, მადლობა. უკრაინის ომის მერე, როდესაც უკრაინა მთლიანად გადაიწყობა დასავლურ სისტემებზეო, ჩვენი ჯარისთვის, საბჭოთა და რუსული წარმოების ტყვია წამალზე და შეერაღებაზე, სათადარიგო მასალებზე წვდომა სამბავი როგორ იქნებაო? ასეთი კითხვა აქვს და მე მგონი საკმაოდ ისეთი სტრატეგიული კითხვა არის. ცუდად გვექნება მაგ კუთხით საქმე და ყოველწელს უფრო გაუარესდება სიტუაცია. კრიტიკულად არის უკვე კრიტიკულ ეტაპზე არის საბჭოთა შეიარაღების მარაგ ნაწილები, ტექნიკის მარაგ ნაწილები და საბრძოლო მასალები. საბრძოლო მასალების წარმოება კი ამოქაჩეს, მაგრამ თითქმის მთლიანად უკრაინაში მიდის. აქ არის ზირთად საარტილერიო ჭურვებზე, სატანკო ჭურვებზე და ასე შემდეგ. ბულგარეთი და ჩეხეთზე მაქვს უფრო საუბარი, მაგრამ არის აი სერბეთის მიმართულება, რომელსაც ასევე უდიდესი სამხედრო წარმოება აქვს. საბჭოთა სტანდარტი არის უმეტესწილად დასავლური სერბეთი არ წარმოება. ორი შერეულია დასავლური სტანდარტი. სერბეთი ეხლა თქვა რომ ევროპა მიიყიდოსო და მე ეს ვისაც უნდა იმად მიცესო. ნუ ფული გააკეთონ და არა აქამდეც სერბული რაკეტები ძალიან ბევრი შესულა უკრაინაში, მათ შორის გრადის რაკეტები G-52-ები, რომელიც შორმანძილზე მოქმედი გრადის რაკეტები არის, მათ შორის შევნიშნე ჩანდა ერთ-ერთ ვიდეოზე უკრაინელი ბლოტენიდან სერბულ რაკეტებს, გრადის რაკეტებს 45 კილომეტრიანებსაც რა, G-52-ებიც იყო, ჩვეულებრივ 45 კილომეტრიანებიც იყო რა, მათ შორის ამ G-52-ს აქვს მოდიფიკაცია 50 კილომეტრზე მიფრინავს და ეგენით ჩანდა უკრაინაში, ანუ აწვდიან სერბები ხო შემოვლითი გზებით და ჩვენც გვიყიდი ახლა სერბული საბრძოლო მასალები ყოფილა ჩვენთან ჯარში რა. ახლა ის ომი დამთავრდება, მე ისე გამკაცრდება ეგ კონტროლი და ისე გაიყოფა ბანაკებად, ვინ საით დარჩება რომ ხო, ომი რომ მორჩება, მე უფრო გაჩნდება რაღაცა. ან მაგაზია საუბარი ომის დასრულების შემდეგ რა გვეშველება. წინასწარ თუ არ არის განსაზღვრება. გამოდის რომ მე რაღაცა რუსებისგან უნდა იყიდო თუ რუსებისგან ვერაფერს ვერ იყიდი, ანუ ყველა ვარიანტში ცუდ მდგომარეობაში ვარდებით. პლუს მაგრამ ყველანაირად წამგებიანია საბჭოთა სტანდარტის სამხედრო ტექნიკის დატოვება. აწი საბჭოთა ტექნიკის ყიდვას, არანაირი საბჭოთა სისტემის ყიდვას აზრი აღარ აქვს და ეგ არ უნდა გავაკეთოთ. თუ რამეს ვიყიდი დაწეი, ყველა ვარიანტში უნდა იყოს დასავლური სტანდარტის რა. იმიტომ რომ რო ამოწურავს ეს ტექნიკა, ტანკები, KSM-ები, საარტილერიო სისტემები თავის რესურსს რო ამოწურავს ბოლომდე, თავისთავად უნდა ჩამოიწეროს. არის რაღაცა სისტემები, მაგალითად აი სხვათა შორის დღეს დილით ვფიქრობდი მაგაზე კიდე მაგაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე. ფაქტობრივად აი მაგალითად არის ზოგიერთი ტიპის სისტემა, რომელიც ექვემდებარება მოდერნიზაციას იმ კუთხით, რომ შეიძლება შეიცვალოს ლულები და გადაეწყოს დასავლურ კალიბრზე. ეგეთი არის თვითმფრინავის საარტილერიო დანადგარი დანა ჰაუბიცა, რომელიც ჩეხეთში ჯერ კიდევ ზუსტად მაგ მანქანებზე ჩატარდა მოდერნიზაცია, უნდა ვაქვია მაგ მანქანებს დანას ბაზაზე, უბრალოდ ლულა ეცვლება და უყენდება 155 მმ-იანი 45 კალიბრის სიგრძის ლულა. სუზანაური, რომელიც მაგ ოჯახის გაგრძელება არის და ერთ-ერთ კაი სისტემად ითვლება, სუზანაურს 52 კალიბრის სიგრძის ლულა უყენია და ეგ ლულა დანაზე არ ყენდება. მაგრამ ყენდება 45 კალიბრიანი ლულა, ონდავა იყო და მოდანი კიდე ეგეთი და ანუ მაგის მოდერნიზაციის პრაქტიკა არსებობს და თუ მოვინდოდნენ შესაძლებელია რომ მანქანები რო დავიტოვოთ სანამ ბოლომდე ექნება სავალ ნაწილს რესურსი და ლულები შეეცვლება და გადავა 100 მე მგონი ეგრეც დაიწყება თუ დაიწყება რომ ჯერ მოდერნიზაციის მმ-ზე რა მოსინჯავენ სად და როგორ შეიძლება მის არ ვიცი გასიზავენ როგორი ზავენ არ ვიცი ჩვენთან მაგრამ ნუ ნიშნულოვანი ანუ ეგ გაკეთებადი არის ანუ დანები გადასაყრელი არ არის რა სანამ მაგის საბრძოლო მასალა იქნება მაგ ლულებით და მე შეიძლება ლულების შეცვლა და გადაწყობა 155-ზე და პლუს ახლა თანამედროვე სისტემები არის საჭირო და ომი რო დამთავრდება უკრაინაში ხო დაალაგდება იმედია სიტუაცია და უკრაინული ბოგდანა იდეაში ერთ-ერთი კარგი ვარიანტი არის ჩვენთვის რა. და ესე მგონი ლოგიკურად გადავალთ შემდეგ თემაზე. ანუ ორი სხვადასხვა კითხვა იყო და პრინციპში გავაერთიანოთ და უბრალოდ ერთად დაგისვან კითხვაზე ცალ-ცალკეობას ვხოთ. ანუ თურქეთის შეიარაღების შესყიდვაზე რას ფიქრობთ თურქულ შეიარაღებაზე და ასევე იყო რომ ინდოეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე და ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე რას იტყვით. ჩინეთი ალბათ ანუ მოდი ესე ვქნათ პოლიტიკური მდგენელი გამოვრიცხოთ რომ ანუ ვინ ვისი პარტნიორია და ვინ ვის მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ მაგას შევეშვათ და უბრალოდ თვითონ შეიარაღების
აზრზე, ანუ ამდენად აზრიანი არის. აი, რის სამღერო შეგვიძლია თურქეთიდან მაგალითად რა საუბრობთ? თურქეთი ზოგადად თურქეთზე უცბად მოკლედ გავიაროთ ჩინეთი და ინდოეთი და მე თურქეთი რაც უფრო რეალურია, იმაზე მეტი ვილაპარაკოთ. ხო, ინდოეთი და ჩინეთი უფრო ნაკლებად სასურველი არის. პოლიტიკური მდგენელი არ უნდა გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ეგ განსაზღვრავს ყველაფერს მოკლედ რა. ინდოეთი გახდა დიდი შეიარაღების დიდი მიმწოდებელი სომხეთისთვის, ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის, მაგ კუთხით შეიძლება კი საარტილერიო სისტემები ავიაციაზე ბევრი კითხვა და მე ბოლო ნაწილში საერთოდ გავიარე. რებ სისტემები, რადარების, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების ყიდვას აპირებენ და ფოთოსანი რაკეტებისაც ეხლა მალე ასევე ბალისტიკური რაკეტების ყიდვაც უნდათ ინდოეთიდან. მაგ კუთხით ნუ ინდოეთს თავისი ინტერესები აქვს იმ კუთხით, რომ არის რაღაც სავაჭრო დერეფანი, რომელიც ინდოეთი, ირანი, აზერბაიჯანზე და სომხეთზე ორივეზე გადის ეს და მერე აი ეს რუსეთში რო გადის რა, უფრო აი აზერბაიჯანზე, მაგ კუთხით თავისი ინტერესები აქვს სომხეთ იმას ინდოეთს რეგიონში და თავისი ინტერესები, ასევე ეკონომიკური ინტერესები თავისთავად ჩინეთს. ამ ყველაფერზე მითხდება ხოლმე ამ სამხედრო ხელშეკრულებების გაფორმებაც რა. სხვათაშორის ესე წმინდად სამხედრო თანამშრომლობა ჩინეთთან 90-იანებში და 2000-იანების დასაწყისში უფრო ქონდა შევარდნაძის პერიოდში. აქედან ჩვენგან სასწავლებლად დადიოდნენ ხოლმე არტილერისტები, სხვათაშორის ჩინეთი ჩუქნიდა ხოლმე სამხედრო ფეხსაცმელების გამოგზავნიათ და ჩუქნიდა ხოლმე ნაჭერს რა, სამხედრო ფორმების შესაკერად, რომელთაც სადრე ფორმები იკერებოდა ხოლმე ქუთაისის სამკერვალოში და თბილისში. ერთი მახსოვს მილიონი მეტრი ნაჭერი გვაჩუქა ჩინეთმა სამხედრო ისა. აქედან ჩინეთამდე და მილიონი გზივენ ფორმების შესაკერად. ინდოეთის ნაწილზე ეხლა ხო სტრატეგიული თანამშრომლობა გააფორმეს ამერიკელებთან და ხო, ანუ როგორ თემაა, იცი აი ინდოეთი კიდე ალბათ აი ბოლომდე არ არის თითქოს ჩამოყალიბებული ვის მხარეს არის იქ რუსეთის მიმართულებითაც ისე რაღაც განკულ თამაშებს თამაშობს ნავთობის შესყიდვებზე იყო იმ სფეროში გადავდივართ რომელიც დიდად ჩემი ცოდნის სფერო არ არის ანუ ინდოეთს ბევრი რაღაც აქვს რაც ჩვენ გვჭირდება იგივე დრონების მიმართულებით არტილერიის მიმართულებით თანამშრომლობდა იმასთან ისრაელთან და მაგ კუთხით ტექნოლოგიების გაცვლაც მიდიოდა მაგრამ აი სრულიად ისეთი ახალი ბაზარი იქნებოდა ჩვენთვის ინდოეთი, მაგრამ ბევრი საინტერესო რაღაცა არის რა. ისე რომ ინდოეთიდან სხვათაშორის გვიყიდია დიდი რაოდენობით რაღაც ერთი კონკრეტული ნაკეთობა, ეს არის ჩაფხუტი. კომპანია MK-ს წარმოების ჩაფხუტი, რომელიც დღემდე აქვს ჩვენს ჯარს რა. გექნებოდა შეხება ინდური ჩაფხუტებიც იყო და ჩვეულებრივი მიჩ-2000-ების და სხვათაშორის ძალიან ხარისხიანი ჩაფხუტები არის. ეგ ინდური ჩაფხუტები. მოკლედ პრაქტიკულად ყველაფერი აქვს ინდოეთს თავარია მოწოდება შეძლებს თუ არა პოლიტიკური გაწყვეტილება როგორ იქნება. ჩინეთსაც აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. კომპანია ნორინკო აი ყველაფერს აწარმოებს თუ კი რამე გინდა, თან მით უმეტეს ჩინური იარაღი არ არის როგორც სხვა ნაკეთობები ბერსოგონია რომ ხარისხი დაბალი აქვს, მქონია მე შეხება უშუალოდ ახლოდან რა ხარისხი აქვს რეალურად ჩინურ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის საარტილერიო სისტემებს, ჯავშან ტექნიკას, საკმაოდ მაღალი დონეზე არის და ძალიან მაღალი დონე არის შესრულების უშუალოდ იმ სისტემებისა, რომელიც თვითონ ჯარში აქვს რა. იგივე სომხეთს მაგალითად ჩინური რეაქტიული სისტემები VM-80-ები ჯერ კიდე 2000-იანების დასაწყისში, არა 90-იანებში აქვს ჯერ კიდე ნაყიდი ნორინკოვსგან და დღემდე აქვთ ეგენი შეიარაღებაში. ანუ კავკასიაში ჩინური სერიოზული სისტემები ყოფილა იგივე აზერბაიჯანს აქვს გარკვეული სისტემები და რაღაცების ყიდვა შეიძლება ჩინეთთან იგივე საბრძოლო მასალების მიმართულებით თუ მოგწეს რა. თვითონ სისტემა თუ არ იყიდე შეიარაღებაში არსებული სისტემის საბრძოლო მასალას იყიდა. და ეხლა გადავიდეთ თურქეთში თანამშრომლობაზე, სანამ სამომავლოზე ვილაპარაკებ, რაღაცები გქონია შეიარაღებაში, გვაქვს თუ გქონდა შენ შეხება თურქულ სამხედრო ტექნიკასთან რომელიც ჩვენ შეიარაღებაში იყო რა გამოცდილება გაქვს? ძირითადად შეიარაღება ანუ ერთი კობრები ყავდა, კობრები, ეჯდერები ყავდა თურქული, რომელმაც დიდად ვერ გაამართლა ეჯდერებმა. ბოლო 2023-ში შემოვიდა ვურანები. ვურანები არის BMC-ის წარმოების მრაპის კლასის მანქანები, წინაზე თქვენ ვახსენეთ ერთი, აი Max Pro-ს კატეგორია არის ზუსტად რაც არის. გარკვეული რამდენიმე ათეული ვურანი შემოვიდა. ცოტა უფრო მანამდე რომ დავიწყოთ, აი თურქებმა გვაჩუქეს მაგალითად რადიოსადგურები, ასელსანის რადიოსადგურები, რომელიც ანალოგი იყო ჰარისების რა. დიდი არაფერი, ჰარისთან შედარებით არაფერი არ არის, მაგრამ ნუ მაინც იყო. Land Rover-ები გვაჩუქეს, სხვა პერიოდში. აი, მან ძირითადი ლოგისტიკური ისინი აქვს, მაგალითად ამბულანსებიც უჩუქებიათ არაერთჯერ. მაგრამ ეს დეფენდერები ყველაზე კარგი. სხვა და თურქული დეფენდერები, კაი ხანი გაყვა.
ეგენი ჯარს და უამრავი სხვადასხვა რაღაცები უჩუქებია ზურგის ტექნიკა, აღჭურვილობა, ყოველთვის თურქეთი გვაწვდიდა ხოლმე რაღაცებს და შეიარაღებს პირდაპირ შესყიდვებს იგივე სანაპირო დაცვას კატარაღა სოხუმი რომელიც არის სოხუმზე დაყენებული დისტანციური მოდული. ბევრი რაღაცა არის, ძალიან ბევრი არა, მაგრამ ბევრი რაღაცა არის შეიარაღების მიმართულებით. ხო, ანუ თურქეთი საკმაოდ ისე გვეხმარება. ავტომატები და შაშხანები აჩუქეს სოც სპეცოპერაციების ძალით. თურქეთმა კი შაშხანები რაღაცები. მოკლედ თურქეთი არის ჩემი აზრით აქცენტი უფრო თურქეთზე უნდა გაკეთდეს. პრაქტიკულად ყველაფერს აწარმოებენ ბირთვული იარაღის გარდა, ყველაფერს აბსოლუტურად და იმაზე მეტს აწარმოებენ, ვიდრე ჩვენ გვჭირდება რეალურად. განსაკუთრებით საინტერესო არის საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ახლო მანძილზე მოქმედი სისტემა ჰისარი, სითბურ რაკეტებიან და არის კიდე რადიოლოკაციური დამიზნების თავაკითაც ეს ჰისარის სისტემა და საიპერი ახალი სისტემა არის. ეს უკვე არის შორმანძილებზე გათვლილი სისტემა, სამი სხვადასხვა მანძილზე მოქმედი რაკეტა აქვს რადიოლოკაციური დამიზნების თავაკებით. ჩემი აზრით თურქეთი ლოჯისტიკურადაც და როიძახია თურქეთი მიძნებული მტერია და რაღაცები, ნუ აქვს ალბათ მაგათაც რაღაც მიზეზი, ხო მაგისი თქმის, მაგრამ მაგ მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, მოკლედ ჩვენი ურთიერთობა სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა უნდა განვითარდეს თურქეთთან. ყოველმხრივი საწარმოებენ. ანუ მაგ კუთხით ეკონომიკური დაინტერესება უნდა გქონდეთ თურქებს, ერთობლივი საწარმოები უნდა გაიხსნას აქ და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეუძლია თურქეთმა უზრუნველყოფა გააკეთოს ჩვენი შეიარაღებული ძალების საჭიროების. რეაქტიული артиლერიის მიმართულებითაც, მართვადი საბრძოლო მასალების მიმართულებითაც, ლულიანი артиლერიის კუთხითაც, დრონები პრაქტიკულად თავისთავად, ხო? და საჰაერო თავდაცვა, რომელსაც წეღან ვიძახდი, ეს საიპერის სისტემა არის, შორმანძილზე მოქმედი სისტემა, რომელიც ჯერჯერობით 2 ბატარეა არის თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მიღებული, მაგრამ ჩემი აზრით მაგ პროგრამაში უნდა შევიდეთ ჩვენც რა, ეტაპობრივად ჩავდოთ ფული მაგ პროგრამაში და მივიღოთ სისტემები. ეგ არის რეალურად ის სისტემა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და ჩვენს მოთხოვნებს პასუხობს. ეს არის სისტემა, რომელიც შემუშავებულია კომპანიების ასელსანის, როკეტსანის და ჰაველსანის მიერ და ასევე ტუბიტაქსი არის ეს კომპანია, ეგეც არის ჩართული. ყოველ რეაქტიული артиლერიის მიმართულებით ისრაელი და თურქეთი და საჰაერო თავდაცვაც თურქეთის და ისრაელის თუკი იქნება იმათი მხრიდან დაინტერესება. სხვათა შორის გუშინ ბაქოში აღლუმირა აზერბაიჯანში გამოჩნდა აზერბაიჯანში ახალი სისტემები თურქულების და ისრაელის წარმოების პულსებით. პულსები არის ეს შედარებით ძველი ლინქსის საერთაშორისო გრადლარები რო არის, გრადლარის სრულფასოვანი ვერსია არის ლინქსი და ლინქსის კიდევ უფრო თანამედროვე ვარიაციები არის ეს პულსები. ახალი ტატრას და მანის ბაზაზე იყიდეს აზერბაიჯანელებმა როგორც ჩანს და უკვე შეიარაღებაში მიიღეს ახალი რაკეტებიც, ამ ძველი რაკეტები ჰქონდათ 306 მმ-იანი ექსტრა, რომელიც 150 კილომეტრზე უტყავს და 300 კილომეტრიანი პრედატორ ჰოუკები და კიდე მიუღიათ გუშინ გამოჩნდა ეს ისინი, რა ქვია, 227 მმ-იანი რაკეტები ისრაელის წარმოების, რომელიც არის პირდაპირი ანალოგები ეს ამერიკული GMLRS-ების 70 კილომეტრიანი ვარიაციები არის ესენიც ზუსტი დამიზნების 5 მეტრი აქვს სიზუსტე. ამ რაკეტებს კაიხანია ისრაელის არმია და აზერბაიჯანმაც იყიდეს. წინა კითხვასთან რომ მაგავაკეთოთ, გამოდის რომ აი უკრაინასთან უკრაინის ომის დასრულების მერე საბჭოთა ტექნიკაზე და ამაზე გამოდის რომ აი ამ მოდერნიზების მერე უკვე სამომავლო თანამშრომლობა თურქეთი, ისრაელი ყველაზე ადეკვატური თურქეთი განსაკუთრებით და ნუ ისრაელის მხრიდან თუ იქნება დაინტერესება არის უსერიოზული სისტემები, რომელიც კარგი იქნება რომ გამოხდეს ჩვენ შეიარაღებაში. სპაიდერები იგივე შეივსოს რაკეტების მარაგი, დაემატოს კიდევ დამატებითი სისტემები, დერბის რაკეტების მოწოდებას თუ მოხდება, ანუ სპაიდერისთვის შედარებით შორმანძილზე მოქმედი რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტები არის ესენი და ასევე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა სპაიკები, რომელიც აი უსერიოზულადაც გაზრდის ჩვენი სახმელეთო დანაყოფების შესაძლებლობებს რა. და გადავედით ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის ბოლო ნაწილზე და შეგახსენებთ რომ თუნდენი ხანი გიყვაროთ და ჯერ ვიდეო არ დაგილაიქებთ, ახლა დალაიქოთ. ასევე გთხოვთ გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი, სტატისტიკა აჩვენებს რომ მაყურებლის 77% არ არის არხის გამომწერი. თუ კი გიყვაროთ, თან პანემ გამოგვიწერეთ, საერთოდ ჩარტეთ მოგივათ შეტყობინებები ახალ ეპიზოდებზე და ეს ბლოკი დაუთმოთ, ასე ვთქვათ, თვითმფრინავებს კითხვები აქედან არის. მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ A10-ის და Su-25-ის შედარებაზე, ასე ვთქვათ, ეს კითხვა არის. ხო, რახან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი.
მაგათი სერიოზული შედარება გაგვიჭირდება, იმდენად დიდი თემა არის, ყველა ნიუანსი უნდა შეადარო ერთმანეთს. საერთო ჯამში რო შევადარო, ესე პირდაპირ 10 ჯობია რა. 25 იმიტომ არის კარგი და ჩვენთვის იმიტომ არის კარგი, რომ გვყავს და ჩვენთანი წარმოება და ტექნოლოგია მთლიანად გვაქვს საავიაციო ქარხანაში და რემონტით შეიძლება და მოდერნიზაცია ჩვენთან, მაგრამ ეს პირდაპირ აიღო ორივე და შეადარო 10 რა თქმა უნდა ჯობია. საერთო შეფასება რო გავაკეთოთ, 10 ჯობია პრაქტიკულად ყველაფრით რა. იმ ნიუანსებით და იმ მართულებით, რაც აი გადამწყვეტი არის ხოლმე საბრძოლო ოპერაციის დროს. შეიარაღების ნომენკლატურა ორჯერ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, დატვირთვა აქვს, საბრძოლო დატვირთვა 7200 კილოგრამი აქვს და აქეთ 45-4400 კილოგრამია. თვითონ ნომენკლატურა, ბომბების სახეობები, მართვადის შეიარაღების კუთხით რაკეტების კომპლექტაცია ბევრად უფრო მრავალფეროვანი არის და თვითონ უშუალოდ საბრძოლო მასალების შესაძლებლობებიც ბევრად უფრო მაღალი არის და მაღალტექნოლოგიური საბრძოლო მასალები არის რა. სანავიგაციო სისტემის თვითონ ავიონიკა სტანდარტულ კომპლექტაციაში 10 უფრო მაღალი დონის არის, თუმცა მოდერნიზებული 25-ები შეიძლება რომ შეიდაროს გარკვეული კუთხით რა. უშუალოდ საბორტე ჩაშენებული ქვემეხი 10-ზე გატლინგის სისტემაზე მომუშავე მრავალლულიანი, 7-ლულიანი 30 მმ-იანი ქვემეხი არის, რომელიც გაღარიბებული ურანის ჭურვებსაც ისვრის და ტანკის ბორტის ჯავშნის გატანაც შეუძლია გვერდიდან, ზემოდან და უკანა პროექციიდანაც და 25 შემთხვევაში ეს არის 2-ლულიანი გეშა 32, რომლის ჭურვებიც ბევრად შედარებით უფრო ნაკლები ჯავშან გამტანობის მაჩვენებლებით ხასიათდება. ამ კუთხითაც ჯობნის 10 რა. ძრავების განლაგება სიცოცხლის უნარიანობაც 25 ძალიან სიცოცხლის უნარიანი თვითმფრინავია, მაგრამ არანაკლებ სიცოცხლის უნარიანი თვითმფრინავი არის 10. 25-ზეც და 10-ზეც არაერთხელ მომხდარა, რომ ძრავში რაკეტა მორტყმული თვითმფრინავი დამჯდა რა აეროდრომზე რა. საერთო ჯამში ისევ და ისევ 10 ჯობია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში 25 თავისთავად, იმიტომ რომ ყავს და მაგის ტექნოლოგიური ბაზა გვაქვს ავიაციო ქარხანაში. გავიგე, მადლობა. კიდე ერთი მომხმარებელი თulis რომ გირპენები გჭირდებაო და რა სიტყვით? ხო, გრიპენები მასე ბევრი რამე გვჭირდება, მაგრამ გამანადგურებელი თუ არჩევაზე მიდგება საქმე, მე მგონი წინაზეც ვილაპარაკე ამაზე, რომ გრიპენი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიაციაა, როგორც მსუბუქი გამანადგურებელი, მსუბუქი მრავალფუნქციური გამანადგურებელი, რომელსაც მცირე ზომის ქვეყანაში შეუძლია ოპერირება, ანუ მცირე ფართობის მქონე ქვეყანაში შეუძლია ოპერირება მრავალფეროვანი შეიარაღებით და ძალიან ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია გრიპენებს, განსაკუთრებით ახალ EDF მოდიფიკაციებს, რომელიც იგივე Gripen NG-ის სერიული ვარიაციებია, წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ებრძოლოს და ჩამოაგდოს მეხუთე თაობის რუსული გამანადგურებლების, როგორც არის PAK-ფა, ხო? Su-57 იგივე და დიდწილად შეუძლია დაჯაბნოს საჰაერო ბრძოლებში რუსული Su-30-ები, Su-35-ები და ესეთი თვითმფრინავები, Su-27-ზე და MiG-29-ზე აღარ მაქვს საუბარი. ასე იგი. ანუ რამე გაიქნებოდა. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი არის. იაფიც არის თან. დავიწყოთ R15-დან. საველე განხილვა გადავიღოთ R15-ის და კალაშნიკოვის თუ უნდა და ცოტა მოიცადონ და კარგი. აქ ძალიან ბევრი არის სალაპარაკო კალაშნიკოვი თუ R15 და დიდონ R15-იც. მოდი აი 5000 გამომწერზე რო ავალთ, ბევრი აღარ დაგვრჩა. 4600 რაღაცა ვარ. იქ ვაჩვენოთ რომელი ჯობია. 5000 რო გადავწდებით, კიდევ ერთ საველეს დავგეგმოთ და იქ უკვე განვიხილავთ R15-ს. მოკეთ ვინც უყურებთ და არ გაქვთ გამოწერილი, აიღეთ პასუხისმგებლობა და გამოიწერეთ და გავაკეთებთ კარგად. აი დანების ვიდეო ხო მოეწონა ბევრს და მსგავს გავაკეთეთ R15-ზე და M4-ზე. კაი, მოდი ახლა მაშინ JF-17-ზე რა სიტყვის გიგაო? JF-17 არის ჩინურ-პაკისტანული გამანადგურებელი, ერთძრავიანი მრავალფუნქციური მსუბუქი გამანადგურებელი, რომელიც ერთ-ერთი კაი გამანადგურებელი არის მაგ დონის გამანადგურებლებს რო შეადარო, გრიპენის დონი ვერ არის, რა თქმა უნდა. შუაშურის გუშინა აზერბაიჯანში აღლუმზე გამოჩნდა პირველად ეს JF-17-ები, ტანდერები, რომელიც იყიდა აზერბაიჯანმა, მთლიანობაში 40 წლის ყიდვას აპირებენ. ძლიერ თვითმფრინავი არის და ეს გამოჩნდა ეხლა პაკისტან-ინდოეთის კონფლიქტი რო იყო წელს რა. ინდური თვითმფრინავები ჩამოყარა, შუაშურის ფრანგული მირაჟიც ჩამოაგდო ამ ტანდერმა ჩინური ჰაერი კლასის რაკეტებით. ბევრი არის ზოგადად ამ თვითმფრინავზე სალაპარაკო, ამიტომ ძალიან შორს წავიყვანს, მოდი იმ კუთხით გავაკეთებ შეფასებას, ჩვენთვის კარგია თუ არა, ხო? ჩვენთვის არ არის კარგი თვითმფრინავი.
ტექნიკურად კარგი თვითმფრინავია, მაგრამ ჩვენი არ არის რა, ჩვენი აქცენტი უფრო დასავლურ ავიაციაზე. ნუ რა კუთხით რატო არ ჩინური პაკისტანური გამანადგურებელი არ არის გამანადგურებელი, რომელზეც სტრატეგიული გათვლები უნდა გააკეთოს საქართველოს. ჩვენ უნდა იგივე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. თავისთავად. ხო, იმიტომ შემდეგი კითხვა კიდე იყო ჩინურ ავიაციაზე რა სიტყვითო და ზოგადად კარგია, მაგრამ ჩვენ ჩინური ავიაცია, ხო, ანუ ახლოს ვერ მივა ტექნოლოგიურად. ნუ გააჩნია რომ ის ფინავზე ვისაუბრებთ, ხო? რაღაცა კუთხით უკვე წინ წაიწიეს ბოლო წლებში განსაკუთრებითაც ეს J20 გამოჩნდა მეხუთე თაობის ეს გამანადგურებელი ჩინური. ტექნოლოგიურად მაინც უფრო დაბალ დონეზე არიან. ვიზუალურად კარგი ვიზუალური ეფექტებს ახდენს ეს თანამედროვე ჩინური სტილის გამანადგურებლები, მაგრამ F-22-ის და F-35-ის დონეზე რა თქმა უნდა ვერ არიან. საწყის ეტაპზე ჩინური გამანადგურებლები ავიაცია ვითარდებოდა რუსული გამანადგურებლების ბაზაზე, ძრავებიც კი იქიდან შედიოდა. რუსეთიდან პრობლემა ჰქონდა ძრავების წარმოების, მაგრამ ბოლო წლებში კარგად ამოქოქეს ავიაციო წარმოება, მაგრამ აი რო შედარება რო გავაკეთოთ, ხო? აი დრონები თავის კლასში, ჩინური დრონები თავის კლასში და ჩინური გამანადგურებლები თავის კლასში. დრონების კუთხით ბევრად წინ არიან წასულები სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ რა, ამიტომ ну კარგი არის, მაგრამ თავისი კლიენტი ყავს რა. არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ სტრატეგიული გათვლები ეგეთ სისტემებზე, ჩინეთზე, პაკისტანზე და მსგავს სისტემებზე, მსგავს ქვეყნებზე, ან ინდოეთზე და ეგეთ ქვეყნებზე. ევროპული ქვეყნები და შეერთებული შტატები რა. მაქეთ არის ჩვენი მომავალი და მიზანი მაქეთ უნდა იყოს სამხედრო ტექნოლოგიების კუთხით. აი, NH-90-ებზე რა სიტყვით, მანგუსტებზე, სუპერსტალიონებზე, თაიგერებზე და რაფერებზე. აი უკვე ვიცი ვისი კითხვაც არის. უპასუხე. NH-90 ეს ევროპული გამანადგურებელი, მრავალფუნქციური ვერტმფრენი ევროპული ქვეყნების მიერ შემუშავებული, დაახლოებით 13-მდე ქვეყანას აქვს უკვე შეიარაღებაში. ორი ძირითადი კონფიგურაცია არის სახმელეთო კონფიგურაცია და საზღვაო კონფიგურაცია. ტექნიკურად ყველაზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ვერტმფრენი არის თავის კლასში რა, როგორც მრავალფუნქციური სატრანსპორტო ვერტმფრენი, შეიარაღების ფერმებიც ეკიდება და შეიარაღების გამოყენებაც შეუძლია, მაგრამ უძვირესი ვერტმფრენი არის თავის კლასში რა. გერმანია მაგალითად თან როგორ ვერტმფრენია იცი, პრაქტიკულად ყველაზე უფრო მოდულური ვერტმფრენი არის რა. ყველა ქვეყანას, რომელსაც აქვთ ეს ვერტმფრენები შეიარაღებაში, ყველას განსხვავებული საკუთარ თავზე მორგებული კომპლექტაცია აქვს რა. ასეულობით სხვადასხვა კონფიგურაციის აწყობა შეიძლება და მორგება კონკრეტულ საჭიროებებზე რა. იმ კონკრეტულ ქვეყნებშიც კიდე ქვემოდიფიკაციები ერთმანეთისგან განსხვავდება. გერმანია მაგალითად, რომელმაც შეიძინა ეს ვერტმფრენები, ერთეული დაუშვდა სადღაც 85 მილიონი ევროს ფარგლებში, ანუ უძვირესი არის და საბერძნეთმა კიდე იყიდა ეს NH-90-ები, რომელიც კონფიგურაციებიც ისეთი კონფიგურაციები აუწყეს, დაუმზადეს, რომ სადღაც 35 მილიონი ევრო დაუშვდათ რა. ანუ ესეთი ძალიან დიდი სხვაობა არის. თან გააჩნია ან მოკლება შეიძლება და დამატება და ხო, სხვადასხვა ელემენტების, ავიონიკა, იგივე ძრავებიც ორი სხვადასხვა General Electric-ის ძრავები აქვს და Rolls-Royce-ის ძრავები აქვს, ორი სხვადასხვა კონფიგურაციის ძრავებით კომპლექტდება და Rolls-Royce-ის ძრავა უფრო ძლიერი არის ცხენის ძალები, 2500 ცხენის ძალის ფარგლებში აქვს, იმას ცოტა უფრო ნაკლები აქვს და შიდა ინტერიერის კომპლექტაცია, გარეშე იარაღების საკირი წერტილების შეიარაღების კომპლექტაცია, თვითონ მარაგ ნაწილების კომპლექტაცია, როგორი კომპლექტაციით ყიდულობ, როგორ პაკეტს ყიდულობ, ეგ აკეთებს განსაზღვრებას რა. ძალიან მაგარი ვერტმფრენია, მაგრამ უძვირესი არის რა. და აი, შემდეგები გადავედით. იგივე აი მიროები მაგალითად ფინეთმა და შვედეთსაც ყავს ეგენი და ფინეთსაც ყავს, შვედეთმა მაგალითად და ფინეთმა განსაკუთრებით მიროები მაგებით ჩაანაცვლა და შვედებს ყავთ ერთ-ერთი კარგი კონფიგურაცია სახმელეთო კონფიგურაციაში. აი, საზღვაო კონფიგურაციები, რომელსაც ხომალდზე დაждომა შეუძლია და საზღვაო ოპერაციების წარმოება და ამ შემდეგ ეგენი სადღაც ორჯერ უფრო ძვირიჯდება ხოლმე რა. ეგ ვერტმფრენი. შემდეგი. მანგუსტები. აუგუსტა მანგუსტა, ხო? ეს მანგუსტა არის სუბუქი დამრტყმელი ვერტმფრენი არის, რომელიც ღირსეული შემცვლელი იქნებოდა თეორიაში Mi-24-ისა. უფრო ძლიერი არის, ტექნოლოგიურად ბევრად მაღალი დონეა, მაგრამ ეგეც საკმაოდ ძვირი არის, ამიტომ მაგისი ცოტათი უფრო იაფიანი და გამარტივებული ვარიაცია, რაზეც წინაზე ვილაპარაკე, თურქული T-129 ატაკი, რომელიც ამ მანგუსტას თურქული ვარიაცია არის რა. შეიარაღება შეიძლება უფრო მსუბუქი კომპლექტაცია, უფრო მსუბუქი აქვს საბრძოლო დატვირთვა შეიძლება ვიდრე Mi-24-ს რაღაც სიტუაციაში, იმიტომ რომ Mi-24-ს მაგალითად
4 ცალი 500 კილოგრამიანი ბომბის წაღება და ჩამოგდებაც შეუძლია. არ იყენებენ მასე იშვიათად, მაგრამ აი სირიაში იყენებდნენ ხოლმე ცოტაშორის მასე, მაგრამ ტექნოლოგიურად იგივე სამიზნების აღმოჩენის სისტემა და ნუ მართოდი შეიარაღების გამოყენების კუთხით აუგუსტა მაღალი დონე არის უფრო, მაგრამ ისევ და ისევ T-129 თუ მაგ ვერტფრენზე იქნება საუბარი, მაგრამ მაინც უფრო კობრებისკენ და გრძელვადიან მომავალში უფრო აპაჩებისკენ ვიხდები. სუპერ სტალიონები და თაიგერები. სუპერ სტალიონი დიდი ვერტფრენი არის, ეგ დაიწყეთ, ეგ არის საჩვენო ვერტფრენი. ამერიკის საჭიროებებზე მორგებული ვერტფრენი არის, ანუ დიდად განხილვა არღის რა და მეორე რა იყო? თაიგერები. ხო, ტაიგერი აი დაახლოებით იგივე წონითი კატეგორიის ვერტფრენი არის. როგორც ეს აუგუსტა ტაიგერები გერმანიას ყავს, საფრანგეთსაც ყავს და კარგი ძალიან მაგარი ვერტფრენია, მაგრამ ეგეც ძალიან ძვირი არის და ძვირ მომწოდებელზე და ძვირ ბაზარზე მიბმული ხდები, როცა მაგეებს ყიდულობ. მაგას ხო 1 და 2 წლით არ ყიდულობ, უნდა 20-30 წლიანი გათვლები უნდა გააკეთო ამაზე, ამიტომ ისევ და ისევ შეერთებული შტატები, რომელიც იდეაში იქნება ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული მოკავშირე, უნდა იყოს მაგ ამერიკულ ვერტფრენებზე უნდა გაკეთდეს აქცენტები, რომლის მარაგ ნაწილები საერთოდ უფასოდ შეგეძლება რომ იშოვო რა. ასე კი და პრინციპში ამითი დღეისთვის შერჩეული კითხვების უმრავლესობა უწევთ, ერთი დარჩა სამხედრო ფილმებზე რამეს ხო არ გვირჩევთო და განიხილეთო ასე რომ განხილვა სამხედრო ფილმები არ მიყვარს და ამიტომ არაფერს არ თორნიკე. ჩემი აზრით საინტერესო იქნება თვეში ერთხელ ერთი ფილმი რო განვიხილოთ. შესაძლებელია რომ მოვარგოთ. ან მაგალითად არის თუნდაც სამხედრო დისციპლინის მხრივ რაღაც ფილმები და სამხედრო დანაშაულები, მე შეიძლება საბრძოლო ფილმების განვიხილოთ. საკმაოდ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ რაღაც კულტურა შემოაქვს რა მე. მაშინ ასე ვთქვათ, თვეში ერთხელ დავგეგმოთ ხოლმე ერთ კონკრეტულ ფილმს ავიღებთ. თუ რამე კონკრეტული ინტერესი გაქვს რომელიმე ფილმზე, დაგვიწერეთ კომენტარებში და ვეცდებით თუ ის კონკრეტული ფილმი განვიხილოთ, თუ არა და ჩვენ თო შევარჩევთ. დღეისთვის პრინციპში სულ ეს იყო. მადლობა გიგას, მადლობა თორნიკეს, მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა, დროებით ნახვამდის.